თუ გინდა ბედნიერი სიბერე და კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი მისცე შენ შვილებს და შვილიშვილებს იმის რომ შენი თია მოყოს, მაშინ მომისმინე და ჩემი ყველა ვიდეო ნახე. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. დღეს დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ გუშინ რაც ხდებოდა ძალიან კარგ შესაძლებლობას მაძლევს იმის რომ აგიხსნათ თუ რატომ არის ეს სტრატეგია გამართლებული და ხშირად მეკითხებიან თუ რატო ურჩევ ისეთ ხალხს, ვისაც არ აქვს გამოცდილება ინვესტიციებში და ასე შემდეგ, ამ სტრატეგიის განხორციელებას. მოკლედ გეტყვით, ტრამპს და მასკს შორის არის უთანხმოება, მას კი იძახის რომ ახალი პარტია უნდა ჩამოაყალიბოს, ტრამპიც ასევე კითხავს მასკს და მოკლედ ძალიან დიდი დაძაბულობაა მათ შორის და ამან გარკვეული გავლენა იქონია უკვე მარკეტზე, გუშინ $100,000-მდე იყო ფასი ჩამოსული სამწუხაროდ, დღეს აღარ არის ცოტა მოიმატა და ეს არის ნათელი მაგალითი იმის თუ როგორ ზემოქმედებს რაღაცა სოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ზოგადად ბიტკოინის ფასზე და ასე შემდეგ, ასე ხდებოდა აი წლების ათეულობით წლების განმავლობაში, რაც კი ბიტკოინი არსებობს, ხან აუქმებენ, ხან ბლოკავენ, ხან ისევ შემოაქვთ და უშვებენ და მოკლედ ბიტკოინის ფასი ადის, ჩადის, მაგრამ საბოლოოდ ის ხდება რომ ყოველთვის რაც წინა ციკლზე იყო, იმაზე უფრო მაღალ ფასს აფიქსირებს ყოველ შემდეგ ციკლზე და ეგ არის მთავარი პლუსი, იმიტომ რომ ნელ-ნელა ადამიანები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ სამყაროში რაც არ უნდა ხდებოდეს, აი საერთოდ ტრამპი და მასკი აღარ იქნებიან ამ პლანეტაზე და ბიტკოინი ისევ იქნება და ადამიანები ხვდებიან ნელ-ნელა იმას, რომ ესეთი მოვლენები საბოლოოდ ბიტკოინის რეპუტაციაზე დიდად ვერ იმოქმედებს. უბრალოდ ახლა იმიტომ იმოქმედა რომ ეს ორი ადამიანი ცდილობდა ბიტკოინის მეინსტრიმში შეყვანას, უნდათ ამერიკის, რავი, ახლაც უნდათ ამერიკის რეზერვები გააკეთონ ბიტკოინში და ასე შემდეგ, ეს უკვე სხვა ამბავია. და სწორედ ამის მაგალითზე მინდა ავხსნე, რატომ არის ეს სტრატეგია კარგი. რაც არ უნდა ხდებოდეს, თუნდაც ბიტკოინი მაღლა მიდიოდეს, თუნდაც დაბლა, თქვენ უბრალოდ ამატებთ ბიტკოინის მარაგებს თქვენს საფულეში. მე პირადად მიხარია როცა ბიტკოინის ფასი დაბლა ჩადის, იმიტომ რომ უფრო მეტის დამატების შესაძლებლობა მეძლევა და მაგით ვარ ბედნიერი. და ზოგადად წარმოგადგინებთ ახლა რა მოხდება ამ 4 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ ჯერ კიდევ გველის ძალიან მაღლა ასვლა, ძალიან მაღლა, არ ვიცი ზუსტად სად იქნება, მაგრამ კიდევ მაღლა ავალთ ჩემი აზრით. მე რა რომ მაღალ ფასზე მოგვიწევს ამის ყიდვა. შემდეგ მოხდება რაღაც ძალიან კატასტროფული, არ ვიცი, მას კი ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს და არ ვთვლი რომ ეგ მოხდება უბრალოდ. თუ მოხდა, მაშინ შეიძლება კატასტროფულად დაიცეს ფასი და რაღაც მსგავსი მოვლენები მოხდება, რაც ამ ფასზე იმოქმედებს. მაგრამ შემდეგ ისევ მოხდება რაღაც და ისევ წამოვა ფასისავე და მოკლედ ასე ხდება უკვე 4 ციკლი თუ მეტი. და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს სტრატეგია საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენ არ იდარდოთ ფასზე და არ უყუროთ საერთოდ ფასს. პირიქით, იმას ვიცახი რომ მე მიხარია როცა ფასი დაბლა ჩადის და ვყიდულობ იაფად, იმიტომ რომ ვიცით რომ გავა ბიტკოინი მაინც იმ ფასს მიაღწევს და უფრო მაღლაც სწავლა, რასაც რეალურად იმსახურებს ეს აქტივი. და ეგა რა მოკლედ მთელი ამბავი რომ ელოდეთ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ბიტკოინი $50,000-მდე ჩავიდეს, მე პირადად მინდა რომ კიდევ უფრო დაბლა ჩავიდეს, იმიტომ რომ მეტის ყიდვა შევძლო. და ასევე ელოდეთ რომ შეიძლება ბიტკოინი კიდევ უფრო მაღლა ავიდეს, აი ამ ციკლში და მთელი ამბავი ეგ იქნება. უბრალოდ თქვენ ყოველდღე თუ იყიდით, საშუალო ფასი გექნებათ, არ ვიცი, სადღაც იმაზე დაბლა ყოველ შემთხვევაში, ვიდრე მაღალი ნიშნული იქნება შემდეგი ციკლისთვის, ანუ all time high. მოკლედ, სულ ეს იყო მოკლედ ნათქვამი, მეტად აღარ გავშლი, აბა წარმატებები. დღესაც დაიდება შემდეგი შესყიდვის ვიდეო. უკვე ნაყიდი მაქვს და აწი დავდებ.